მეთქვა დაუწყდა ხალხალებს ხოლმე ჩვენს რეალს უსურვებს გახსნათ ისანდებს მისაწვდომს რა თქმა უნდა უსურვებს იმას რომ გაძლიერდეს სიყვარულში გაძლიერდეს იმედში გაძლიერდეს სარწმუნოებას ასოებას სიყვარულს ხო ამიტომ სიყვარული იმიტომ ვახსენებ პირველად რომ ჩვენ როგორც თავარი საქმეობა საფრთხებო ვიცით რომ არის სიყვარული როგორც სიყვარულის მოციქულივე ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი რომლის აზრის ჩვენ ვარ რომ ღმერთი სიყვარული არის ამ სიტყვას ბევრი იმეორებს გამეორება ადვილია პირველად თქმა არის ძნელი პირველად თქმა რომ ეს სიტყვები თქვა და თითქოს თავისთავად მოსმული და ცხადი და ტრივიალური გეჩვენება თითქოს მოიქნება ესე ხო მაგრამ ნათქვამი უკვე გონია რომ ადვილი იყო თავის დროზე ის თქვა ის მაგრამ იმისთვის ვინც ეს თქვა ეს საკმაოდ ძნელი იყო რა ტანჯვა რა განსასწრებელი რა ბრძოლები ხილ და განსაკუთრებით უხილავ პრეფერენციად მოუწია წმინდა იოანე ღვთისმეტყველს რომ ეს სიტყვები რომელიც მას ასევე უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ შააგონა და მისცა არა როგორც მედიუმს არა როგორც რაღაც გაუცნობიერებელ ინსტრუმენტს არამედ როგორც თანა მოწაფეს როგორც თანა გაცნობიერებულ მოღვაწეს როგორც თანა სრული მისი ცხოვრებით ამ სიტყვებთან თანხმობაში მყოფ მოციქულს უსაყვარლეს მოციქულს უპირატეს მოციქულს წმინდა იოანე ღვთისმეტყველს რომელმაც ეს სიტყვები არა მექანიკურად გაიმეორა რომელიც მას განუცხადა ზეცა არამედ ეს მან მთელი თავისი სულიერი შინაგანი სიმართლით შეისისხოცა და ჩვენ განმოგვცა და მოგცა და ამიტომ მისი ყოველი სიტყვა როგორც ქრისტეს სიტყვები მისთვის გადმოცემული ძვირფასია როგორც წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახაებაში მის ეპისტოლეებში ასე შემდეგ ამიტომ აპოკალიფსში და ასე შემდეგ ხო ამიტომ წმინდა იოანე ღვთისმეტყველი როგორც საოცარი მახსენდება მისი ცხოვრების საოცარი დრამატიზმი მისი ცხოვრების უზარმაზარი ძიმე პერიოდები როდესაც რა არ გადაუტანია მას რა ტანჯვა რა წამება რა უბრალოდ ერთადერთი მოციქული რომელმაც ასე თავისი ცხოვრება გავნო და უხუცესობას მიაღწია მაგრამ რა მძიმე მდგომარეობები არ გადაუტანია მას როდესაც იგი 40 დღე ზღვაში იყო როდესაც წარმოგიდგენთ ჩაიძირა ასე ვთქვათ კატასტროფის დროს როდესაც ჩაიძირა გემი იოანე ღვთისმეტყველის გადარჩა რაღაცა ვთქვათ რაღაცა თივზე თუ ნავზე თუ არ ვიცი რა ესეთ მდგომარეობაში რომელსაც იგი იყოფებოდა 40 დღეს წყალში წარმოგიდგენთ 40 დღეს ზღვის ზღვაში ახლა კაცი რა ეს იმედად ესე ორგანოები ამ ზღვაში როგორც ამასოფლის ქაოსში წარმოგიდგენთ ხტონიურ რაღაც სივრცეში ხტონიურ ქაოსში იგი ესეც განგებულება ვისაც იონა წინასწარმეტყველის მახსენდება ანალოგიები და ალუზიები შეიძლება გავაკეთოთ მაგრამ ამ შემთხვევაში კონკრეტულად იონა ღვთისმეტყველის ცხოვრებაზე ლაპარაკობ 40 დღე დაგამე და შემდეგ ეფესოსთან სადღაც ახლომახლო ეფესოსთან გამორიყა სხვა და მის მოწაფესთან ერთად პროხორესთან ერთად იყო ესე აი რაღაცა ეთქობა ის რაც არის აი დაუხად აი ტიმზე თუ ნავზე თუ რა ვიცი რაღაცა ის რაც მას ამ კატასტროფაში შველელი იყო მისთვის ჩაეჭიდა და რაღაც ამდენი ხანი აი გაძლო ადამიანმა ღვთის სასწავლებელი განგებულება მოწაფე პროხორე ცნობილია რომელსაც სხვათა შორის უკან ნახა აპოკალიფსი ეს ცნობილია რომ ვიდეო მას აპოკალიფსი უკან ნახა ღვთისადა შთაგონებული ესალგერია თემა და მან პროხორემ ჩაიწერა ეს ღვთის გამზნობილი სიტყვები და ასეთი საოცარი რაღაც გადაიტანა. როდესაც ისინი შევიდნენ ერთ-ერთ იქ ახლო მდგომარე ეფესოსთან ხო ერთ-ერთ დაუშვათ ადგილას სადაც არტემიდას მოედანს უძახდნენ ეს. უთხრა იოანე ღვთისმეტყველმა მოდი ხო პროხორე ჩვენ მოწაფე ხო მოდიო არავინ არ იცოდეს მოდიო ვინა ვართ ჩვენო საერთოდ
ყოფილი ოცნებთქველი უარცოდო და წარმოახლა თავდამდება და მოდიო და რისთვის ავარ ჩვენ მერტ მაგ რისთვის მოგვიყვანა და რისთვის გამომხრი გრიღა და საერთოდ რისთვის აღმოჩნდი და მოდი ამას თუ გავამწყავდეთ და ჩვენ რომიცოდი რომ მერტი გაგვეხსნისო რისთვის მოხდით აქ როდესაც ამას ამბობდა ერთ-ერთი რაც იქაური ნახევრად სკანდალური, ნახევრად ესე ვთქვათ დესპოტი ქალი, რომელიც რომანა ერქვა მას, დიოსკორიდეს ვთქვათ მოსამსახურო, რომელსაც ეს ბიზნეს ვთქვათ საქმეები ევალა, ჩვენ ენაზე რომ ვქრეს ბიზნეს საქმეები და ეს სკანდალური საქმეების მოგვარება და ვთქვათ აკრეფა ხარკის და ვთქვათ ამ შტატის მორჩილება მონობაში ყოფნა და ვთქვათ რეკეტი რომ იტყვი ესეთი რომ შემდგომს ვთქვი ესეთი ტერმინოლოგიის აი რეკეტი ქალი რეკეტი ვიღაცა ზომანი რომელიც ვთქვათ ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა და იმ სადაც მივიდნენ ამას ქონდა ერთ-ერთი აბანოს აბანო სადაც ეს ქალი ამასაც განაგებდა სხვა რაღაცენთან ერთად გარეთ ზუსტად მითითებული აბანოსაც განაგებდა და ვთქვათ ძვანეს ყველა ერიდებოდა ამ კონცეფტს ძალიან ავი ძალიან რისხანე და მავნე ეს ვთქვათ ბოროტის ზნის ადამიანი ხო აგრესიული ადამიანი დაინახა ესენი წინა ისმოთვალი არცის ვინარი ხარ მოხუცი კაცი არჩე და მისი WhatsApp-ს პროხორო ესე რაღაცა გამეჯილი კარისანოს ხარ რაღაც ისეთი უბრალოდ შესამოსელი დაეცმებოდა ხა წარმოიდგინეთ ამდენი დამჯობავილი ამორიყული რაღაცა ესეთი ტოდვილივით აი ტოდვილი და გაუბედურებული ადამიანი დაინახა და იფიქრა ვიღაც ფშიერი და ღატაკი ვიღაცა უქონელი საალცა ამ დროში როცა ესეთი ადამიანები ესეთი აი ობივატელური და მესჩანური ადამიანები სამოსლით აფასებენ ადამიანს ტანსაცმლით აფასებენ იმით რა აქვს რაოდენობის ჯიბეში რამდენი თეთრი თუ რამდენი ლარი აქვს თუ რა ვიცი რამდენი დოლარი აქვს ჩვენი ნაზრობით რა სტატუსი აქვს ამით აფასებენ მატერიალურად ეს ამხელა სულიერი ტრივიალური სიმდაბლე და სიღატაკია პრიმიტიული უმდაბლესი რეჟიმი არის ადამიანის გონების ცნობიერების და საიდან ახლა თქვენ რა გინდათ დიდი თემაა მაგრამ უბრალოდ ახლა რა გადავხვიოთ საიდან არის საიდან ხარ თქვენ ჩვენ სხვა ქვეყნიდან ვართ რაღაცა დავწნო მოდით ახლა და მე მონები შევიძინო ვფიქრა მაგრამ ახლა და მოდი თქვენო აგერ აბანოა ეს აბანოშიო თქვენო გევალებათო გაწმენდვა გალაგება და კარგი იქნება აუცილებლად გევალებათო შეუნთოთ ესე იგი რომ ეს სიტყვა და სიტყურვალე იყოს ხო როგორც ეს რაღაც აბანოში რომ სიტყვა იყოს და დაიბანოს ხალხმა და რაღაცა ესეთი რაღაცა მიზერული მათხოვრული თანხა როგორც იქაური დონის ხელფასია როგორც აი მათხოვრული თანხას როგორც არის რომ ადამიანს ამუშავებენ და თუმცა ეს პრინციპში საბჭოთა პერიოდის ხალხისათვის დიდად გასაკვირი და გასაოცარი პოსტკრიმინალური პოსტსაბჭოთა თუ რა ვიცი რა დავარქვათ სიტუაციისთვის გასაგები არა რომ დიდად უცხო არ არის რომ ესეთ მიზერულ რაღაც აი რაც პრიმიტიული რაღაცა თანხაზე რომ ადამიანი ამუშავებ და პრინციპში არაფერი არ რჩება მას მონათმფლობელობის თანამედროვე ფორმა რო არის რომ მაშინდელი ფორმიდან ატავიზმი დღეს გადმოსული არის ეგეთი ფორმების მაგრამ ეს სხვა თემა ამიტომ დაეთანხმა და კი ბატონო ჩვენ გემსახურებით და გავაკეთებთ რაც შეიძლება მაგრამ მოხდა ესეთი რამე რომ მათ ისეთი ტემპერატურა ვერ დააყენეს და ისეთი როგორც ან შეიძლება იმას უფრო მეტი უნდა და ისეთი აბანოში ტემპერატურა ის სიმხურვალე ვერ დააყენა იონების მეტყველება კაცი ამხელა კაცი აბანოში მუშაობ წარმოიდგინეთ ჩვენი სულიერობა და გევანდელი და იმათ სულიერობა აი ამხელა მოციქული აბანოში იმ ქალის მორჩილებაში იყო რომ როგორმე ტემპერატურა ესე იგი არ ისე შეერთო ის ტემპერატურა მიეცემა ვერ დააყენა ეს ტემპერატურა რას ქვია
საზიზღალო უარგისო მოხეტიალო მათხოვარო და უკანასკნელი სიტყვები დაღარ ჩამოწევთ ძალიან დეტალურად აღარ ვიტყვი სიტყვებს რომ გავყოლე და ეს რა არის ამისათვის დაგი ამისათვის სქენიო დაგი ქირავდო შენ ამისათვის შენ მათყარო შეცრო და ამისათვის დაგი ქირავდო შენო ამისათვის კი არა იმისათვის შენო მე მსახურო და მუხრებში ჩამივარდაო და სულ უნდა მეძახო მეუფეო და ჩემი ასე ქალბატონი და ასე თქვა და შენი მონავარო და მოითხოვ ამ ქალბატონმა რომ შენო წამოდიო ნოტარიუსთან მაშინაც ხო იყო ნოტარიუსთან რომაულის თქვა სამართალ და შემდეგ ნოტარიუსთან წამოდა ეს დამახტისებელი ეს თქვა თავისი ხელით მომწერი თავისი ყოველი გააღიარო შენ ხარ ჩემი მონაო წარმოიდგინე რასა მოგწუხო პროხოროვი გაიქნაო ვიდა მამო ეს არ გააკეთო რა ნახე სიტყვას წავიდეთ და ნოტარიუსთან დავამტკიცოთ რომ ჩვენ ვართ მისი მონები გაჩერდილი მე ვიცი რასაც ვაკეთებ რა წავიდა და რომ მივიდნენ იქ ნოტარიუსთან ვართ მონები უფლისაჩვენეს იესო ქრისტესიო აი ვისი მონები ვართ ჩვენ სულ გადაიერია ეს ქალბატონი ეს სასწაული ქალი დაგიდა გადაიერია თქვა მე ვიციო თქვენ აქ სპეციალურად ხართ მოსული თქვენო რომ მე მგონია რომ თქვენ აქ მონები კი ახართ უბრალო თქვენო დამნაშავე კრიმინალები ხართ რა კრიმინალებად გაასახა კრიმინალები ხართ თქვენ დააგსაჯოსო და ასე შემდეგ და შემდეგ მოკლედ ბევრი გავაგზავნოთ ეს ქალი ითხოვდა ესეთ მონობის ლეგალურ გაფორმებას მაგრამ ვერ აღიცა ამას უფლისაჩვენეს იესო ქრისტეს მონები ვარ ჩვენ და შენო ღვთის განგებულებას ნახავ როგორ იქნება და მოხდა ისე რომ მის საერთო ვინც ამ აბანოებს და ამ ქალაქის მთავარი იყო ალბათ დიოსკორიდე მისი შვილი დომნე ესეთი ყოფილა ვინც ვიტყვი ესეთი აპატიოები კაცი, აპატიოები ახალგაზრდა, ამე წავიდა, თქვა შევიდა დასაბანად, დაეტარებინა, დაესვენა. თურმე ეს აბანო, მაშინ წარმოსული წესები იყო, შავ მაგიასთან წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ბრძოლების სალკირალი. კვინუგს ნეული და იმებს აღარ მოყვარს, ერთად დეტალს ვყვები. ადამიანი დაუმარხავთ იქ, ადამიანი დაუმარხავთ საფუძველში. შავი მაგიის ეს. და იმაზე აუშენებთ საბანო, მეტი შემოსავალი ყოფილიყო და ესე იგი ვაჭრული ფილოსოფით შავი მაგიის ვაჭრული მამონას მექანიზმები მეტი მოსავლის გახსოვდებათ ასევე იყო ესეთი კულტი ადრე იყო ესეთი კულტი მოლდოხის კულტი, სადაც მელეხსაც მოლდოხის კულტი, რომელსაც გამოსახული იყო დიდი დემონის გამოსახულება იყო გაშლილი ხელებით, სადაც ცეცხლს ანთებდნენ და ამ ცეცხლზე გაშლილი ხელებზე ცეცხლი ითებოდა ხელების ქვეშ და მასზე უდებდნენ ბავშვებს, შვილებს. დიდრებით ერავდნენ თავიანთ შვილებს, ხმებს და ასე შემდეგ და ეს დიდი თემაა, რომ მათ მოსავალი ექონოდა და ასე შემდეგ და ასე ქულუმები ამ ფულს აკეთებდნენ და ასე. მაგრამ ეს თურმე ეს ადამიანი ვისაც მით ჩამართეს, ამის გამო რომ აბანოში მეტი ხალხი და მეტი შემოსავალი ყოფილიყო. ადამიანის ფასი მაშინაც არაფერი არ იყო და მე მგონი დღესაც არაფერი არ არის. მაშინ მით უმეტეს არაფერი არ. ფლად გაუფასურდა ადამიანის ფასი. უწმუნო ხალხი ადამიანის ფასს ღვთის ხატებას და მსგავსებას რო არ აფასებს, კარგავს მას. მაგრამ წმინდა იოანე ღვთისმეტყველი და მისი სახარება მიგვითითებს და გვიდგენს. ქრისტემ აღადგინა ის რაც დაკარგა კაცობრიობა, ქრისტემ აღადგინა ეს რომ დაუაფასო. და იქ ბუდობდა დემონი თურმე, აი მაბანოს ვთქვათ ტერიტორიაზე ბუდობდა დემონი. ხა ეს საქმენება ვერ ხედავ, ხა უხილავია და ხილულს ვერაფერს უშვები და უხილავს დასუზავ და ახტიეს, მოკლა ეს ახალგაზრდა, გაგუდა მოკლა. ამაზე ისეთი ისტერიკა ატეხა იმ ხანს, საერთოდ უკვე მოსაკლავად მიყავდა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი და ეს პროხორ. მაგრამ გააჩერა იოანე ღვთისმეტყველი. მივიდა როცა წავიდა და აღადგინა ეს.
პორტრეტი. ეს გამდევრა ეს დემო, ეს ცალკე თემა მას დემონთან ბრძოლა როგორ ქონდა ევროპის ოთხგზის ეს ცალკე თემა. სხვა დროს შეიძლება მოსდისაუბრა. აღადგინა ის თავის მამასთან მივიდა, იმ თავის ქალაქის მთავართან, ამანო, გამაცოცხლა, ასე შემდეგ და მოიქცა ის მთელი კურატორი ამ ყველაფრის, ის მთავარი, ვთქვათ, ვინც ამას ყველაფერს ქალაქ მთავარი თუ ვინც იყო, ვინც ამას ყველაფერს კურირებდა, მოიქცა მისი ოჯახი, გაიქვა სახელი და ასე შემდეგ. ამით ის თქვამიდა, რომ აი იონა ღვთისმეტყველთა როგორ გააკეთა თავის სამრავლოდ ამ ხელა კაცს მეორე ღვთისმეტყველთა აბანოში ვიღაცა ხალის აბსოლუტურად აუზნეო აგრესიული ვიღაც უზნეო ადამიანის მონად დაიდგინა თავი, იმიტომ რომ უფლის მონა იყო ის. მაგრამ მონად კი არა, იმ მომენტში მორჩილება გამოიჩინა, რათა თავარი გამოჩენილი იყო და აღადგინა უფლეთ. მთელი ეს ქალაქი მოიქცა და გავარდა ხმას შემდეგ. მე გრძელდება ეს ისტორია. სხვა დროს ვილაპარაკე, როგორ აუმხელდა მას კიდევ გრძნეული მოგვი. აი კულტისტები დასვარებდეს. ეს ახლა გავადელი ოკულტისტების საბავშვო ბაღია. ახლა მაშინ რო იყო მოგვები, დღეს არის ახლა როგორც შოუ ბიზნესის, ეზოთერული შოუ ბიზნესია და მაშინ რო იყო მოგვები და ოკულტისტები და მაშინ რო იყო ეზოთერიკები და მაშინ რო იყო ჯადოქრები დღეს არ დაესწრება. ისეთ პიროვნული გავხსოვთ კიდევ კვიპრიანი ასე შემდეგ. კვიპრიანი შაშორის კიდე არის კვიპრიანის ისტორია ცალკე როგორ ხდება მას დემონური იერარქია და რა პატივში ყავს და ასე შემდეგ. ეს დიდი თემა სხვა მაგალითად. ამიტომ როგორი დონე იყო, მაგრამ ის დონე ჩვენთან შედარებით ახლა აი დღევანდელ დროსთან შედარებით, მაგრამ სხვათა შორის დღესაც ეს იგივე დონეები შეიძლება არსებობს და იგივე დონეები არის, ისეთი დონე არ არის როგორც მაშინ იყო, მაგრამ არანაკლები არის ისეთი ლოჟები და ესეთი ხალხი, რომლებსაც არ ჩანან, რომლებსაც შეუძლიათ იგივე გააკეთონ, ოღონდ უფრო სხვადასხვა დონეზე და სხვა ფორმატში. ეს დიდი თემა. ამიტომ რა გავაგზავნე ძალიან დიდი თემა, ეს სხვა თემა კიდევ როგორ ებრძოდა გზნობდა. მახსენდება, რომ ერთ-ერთმა გზნეულმა იონა ღვთისმეტყველთან დემონი გაუშვა. დიდი დემონი სხვა იერარქია, ძლიერი დემონი, რომელსაც ძალიან დიდი ძალა ჰქონდა. იქაც იერარქია და არის ამაზე ხალხური დიდი ნაშრომები. აგრიპანეთის გემის მოწაფე იყო ესეთი რეიერი, რომელსაც დაწერილი დემონთა ფსევდომონარქია ესეთი სადაც სიგნალის და დემონოლოგიის დიდი ნაშრომები, რომელსაც სხვათა შორის აქვს ერთ-ერთ ამ დემონთა იერარქიაში გამოირჩევა ყველა თავისი იერარქიული ძალაუფლებით. კონკრეტულად მითითებული არა, რომელი იერარქიას ეკუთვნოდა, რომელი ხარისხი ჰქონდა, მაგრამ გაუგზავნა დაახჩეო იონა ღვთისმეტყველი. მოკალიბო რა, დაახჩეო, გაგუდო. იონა ღვთისმეტყველი ღამე იყო თავისთვის და მოცულობდა. იგზნო ის რომ მივიდა დაინახა. შეიქმნა. იონა ღვთისმეტყველს ეგ არ შეეშალა. იცით თქვენ როგორი სულიერი ნათელხილვა ქონდა, სულიერი ღვთისმეტყველური შეგრძნება, გზნობა ცოდნა ქონდა, დაინახა რა იგზნო. შენ მოხვედიო აქო, ზუსტირებას არ ვაკეთებ, შეგვიძლია ორიგინალში. შეკრული ხარ. ეხვეწებოდა, არ გამიშვა ბუხეთში. გამიშვის სხვაგანო სადმე, სადაც უფრო ესეთ ადგილასო, სადაც უფრო სუბუქი თუმარობა თვითონაც არ უყვართ, თუმარობა იყო, მასაც ანუ საჩევრე შევიდეს და ასე შემდეგ სხვა ვამპირიზმის თემა არის, გენერალ ვამპირიზმი აწარმოებს შენ. არ შემკრაო. არ გამიშვა ის ანუ გენიაში არ გამიშვა. ცოტა უფრო ესე რამდენიც მახსოვს სხვა ადგილას გაუშვა. ისეთ ადგილას სადაც მისთვის უფრიანი იყო. შეკრა და გაუშვა. პირველ რიგში იქნები ვინც გამოიშვა იმასთან. იმასთან მივიდა ეს ვისთან გამიშვი. ეს რა მიქენიო. შეკრა და შეკრა და გამთოგავს საერთოდ, გამაბაოს.
ეს რა მიქენიო, ანუ იმასთან ამის აღსებობს, ამიტომ უკან დაბრუნების კანონი. როცა შენ სხვას უკეთებ ბოროტებას და ჯადოს, ის უკან ბრუნდება და ბრუნდება გაათმაგებული. ანუ დემონური ძალების გარეშე ეს არ ხდება და ის რომ ბრუნდება, იმაზე იძიებს შურს და ბოლო წვეთს სანამ ბოლო თეთრს არ გადაახტევინებს, არ მოეშვება იმას, ვინც გაუშვას. იქ მერე სხვანაირად განვითარდა კიდე ისტორია. კვინო გზნეულის ისტორია კიდე ის თვითონ როცა წყალში ჩავიდა ის აღარ ამოსულა იქიდან ესეც დიდი თემა ხავთ ცხოვრებას ვერ მოყვები ხო რა ვთქვა დიდი ამისი ცხოვრება. ამით ეს თვამიდა რომ აი თამდაბლობა ის ადმინდობა მერქის ქრისტეს რწმენა და ის დიდება როგორ ხსნის გზას და როგორ ათავისუფლებს ადამიანს ყოველწლიურ ბოროტზე ირეკლავს ყოველივე ბოროტს. ამიტომ მივედოთ უფალს ქრისტეს რაძავლა აქვს ყველაფერი შეუძლია ადამიანს ყველგან შეუძლია ყველა ქრისტესთვის ჩიხი არ არსებობს ყველა დაკეტილი სისტემია ყველა ბლოკირებიდან ადამიანს ხსნის და გზას უხსნის თუ კი იგი მოიდოებს და თუ მას სურვილი ექნება და მინდა რომ ეს გისურვოთ ამ ოჯახსაც და ყველას რომ ვეცადოთ ილოცოთ ვიბრძოლოთ მეტი ძალისხმევა გამოვიჩინოთ და განვიცნოთ ჩვენ გონება გული წვენაში გავზრდოთ ჩვენი სულიერი ძალები მოვიკრიბოთ ხალხებთან გავსება გავიხსენოთ რომელიც მეთქმა მოგცა და უთანასწორო მაგრამ ქრისტეს მიერ მოცემული ძალით რომელიც გვეუბნება როგორც პავლე მოსკვლეობს ყველაფერი შემიძლია ჩემ გამაძლიერებელ ქრისტეში გადაგვერახოს ყველა წინააღმდეგობა ხილ თუ ხილად ბრძოლა და წინააღმდეგობა რასაც ყველას გისურვებთ ამინ